ქუთაისში მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის სახალხო ღონისძიება გაიმართა. დაღუპული, დაჭრილ, დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებს სახალხო განწყობა ქართულმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს. მატარებს დამდეგი შობა ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელაგელაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მატიაშვილმა მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში სამხედრო ბაზაზე სახალხო სოფელიც მოეწყო, სადაც თოვლის ბაბუამ სამხედროების შვილებს საჩუქრები დაურიგა. ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობაშიც მიიღეს მონაწილეობა და ბაზაზე გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობაც დაათვალიერეს. გრძელდება თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული წინა საახალწლო ღონისძიებები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში, სადაც სამხედროებთან ერთად მათი ოჯახის წევრები იღებენ ღონისძიებაში მონაწილეობას. ჩვენ მათ მიულოცეთ დამდეგი შობა ახალი წელი, უსურვეთ წარმატება, ჯანმრთელობა და მშვიდობა. მე ძალიან ვერთობი ამ ღონისძიებაზე ვარ, ძალიან ბევრი ბავშვი და გამიხარდება კიდევ თუ ჩატარდება ასეთი ღონისძიებები. ახალი წელი მოგვილოცვა თოვლის ბაბუამ და სხვადასხვა მურთმინის პერსონაჟებმა. ძალიან კარგი ღონისძიება გვაჩვენა თავდაცვის სამინისტრომ და ძალიან ვერთობი და ძალიან კარგი დღეს ვატარებთ. საოცარი გარემო არის მოწყობილი ჩვენთვის სამხედროების და სამხედროების ოჯახის წევრებისთვის, ჩვენი შვილებისთვის ანიმატორები და თოვლის ბაბუა საჩუქრები არის.